გამარჯობათ მეგობრებო, ეს არის პოლიტიკის ეკოს შემდეგი ეპიზოდი და დღევანდელი გადაცემის მთავარი, ესე იგი, ობიექტივი განხილვის საგანი იქნება სომხეთში განვითარებული მოვლენები, რა პოლიტიკურ თამაშს უყურებთ, რა გეოპოლიტიკური ძვრებია ჩვენს რეგიონში და დღეს ჩვენი ეპიზოდის სტუმარი ანალიტიკოსი გია აბაშიძე. მადლობა პირველ რიგში მომზადეთ უკვე მეორედ და ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა ასე როგორც ვახსენე ჩვენს რეგიონში და თავარი მომენტი რაც იყო აჟიოტაჟები, ჩვენ თავარი კადრები გვახსოვს ხო, იქ მაკრონისა და ფაშინიანის სიმღერა ერთობლივების საოცარი პერფორმანსი და რაც კიდევ მნიშვნელოვანია ჩვენთან ზელენსკის ასე იგი მისვლა ჩვენს პრემიერთან და გამოლაპარაკება და მე უკვე ორივე მხარემ რო დადო ამის შესახებ ინფორმაცია და რაღაცნაირად შეხვედრად კი არ დაილაპარაკეს უცნაურად შეხვედრის სახელი დაერქვა და დიპლომატიაში ეს კიდე საერთოდ სხვა რაღაცაა. ნახეთ ასევე გიუმრში ჩასული მაკრონი და იქ სიმბოლოდ გაასაღეს რადგანაც იქ ამ რუსული ბაზაა და იქ კონცერტის დადგმა და ეს შალაზნაურის ესე იგი შემოქმედების გაცოცხლება, მე ერთობლივი სიმღერები, ბევრი ესე იგი დამახასიათებელი კადრი ვიხილეთ და ნუ მთავარი კითხვა სანამ ალბათ ქართულ რეალობაზე გადმოვალთ ჩვენთან რა ძრები შეიძლება მოიტანოს ამ პროცესმა, მთავარი კითხვა არის საერთოდ რა ხდებოდა, რა მოხდა სომხეთში რა, ანუ ეს სამიტი გასაგებია, თუმცა რატო იქცა ესეთი საყოველთაო ანალიზის რაღაცნაირად პატარა მცირე მაინც, მაგრამ მნიშვნელოვანი ობიექტად ჩვენი რეგიონი. მივესალმები თქვენს აუდიტორიას, ხო, ნამდვილად მორიგი პერფორმანსი წარმოდგენა დაიდგა ევროკრატიის მხრიდან, რომ თითქოს სომხეთი არის მნიშვნელოვანი პროევროპული ქვეყანა და ასე შემდეგ და მე ხშირად ვახსენებ ხოლმე და თქვენს ეთერშიც ხშირად ვიტყვი, რომ მე სომხეთის ხელისუფლებას ნამდვილად არ მაქვს იმის უფლება, რომ გავაკრიტიკო, პირიქით კარგია, იმიტომ რომ მათ აქვთ მრავალვექტორული საგარეო პოლიტიკა იმისათვის, რომ თავისი ქვეყანა წინ წაწიონ. მე და ისევე როგორც ჩემს კოლეგებს და ფართო საზოგადოებას ღიმილი და დამცინავი და სარკაზმი, ასე ვთქვათ, მეუფლება, როდესაც აი ამ ჩიპ შოუებს, ამ იაფასიან შოუებს უყურებ, როდესაც აი ურსულა ფონ დერ ლაიენი გეოგრაფისტი გახდა, ნეოგეოგრაფისტი და კარტოგრაფიაში ძალიან ერკვევა. იქ მაკრონის ასე შემდეგ და ისმის შეკითხვა და დღევანდელ სამყაროში, ციფრულ სამყაროში, როდესაც ყველაფრის გაგება რამდენიმე ხანში შეიძლება, ძალიან მოკლე ხანში ანალიზიანად და ასე ვთქვათ, შეჯამებიანად, რატომღაც თავს იშტერებენ კი არა, გონიათ ამ ევროპის ბიუროკრატებს, რომ მათი საზოგადოება, სადაც ისინი გადიან ამ მესიჯები და გზავნილებით, არის ბოლომდე გამოშტერებული და ნუ ვიცი და უცოდინარი. როგორ შეიძლება სომხეთს დავარქვათ პროევროპული სახელმწიფო, როდესაც ის არის რუსეთთან მჭიდროდ დამოკიდებული. სამხედრო, პოლიტიკური უსაფრთხოების თვალსაზრისით, ხო? დსთ-ს წევრი, ოდკპ-ს წევრი, ხო? ანუ დსთ-ს ეგრეთ წოდებული ნატო, ხო? კი ბატონო, არ დაეხმარნენ ყარაბაღის ომში, მაგრამ არც გამოუთქვამს ფაშინიანს სურვილი, რომ დაეტოვებინან დსთ და ვითომ ამ ოდკპ-ში, ანუ ოდკპ-ში კოლექტიური საფრთხოების სტრუქტურაში, ვითომ იქ დაპაუზებული აქვს თანამშრომლობა და ასე შემდეგ. კიდევ რაც თავარია, სომხეთის საზღვრებს, ანუ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს მარტივად ეს პასპორტ კონტროლს კი ბატონო, რამდენიმე წელი ახორციელებენ სომხეთის სამართალდამცავები, მაგრამ სომხეთის და თურქეთისა და ირანის ეგრეთ წოდებულ მწვანე საზღვარს, ანუ არა გამშვებ ან დანარჩენ საზღვარს აკონტროლებს ვინ? რუსული FSB-ს ჯარები. რუსეთის ბაზა არის გიუმრიში. რუსეთის ბაზა არის ერევნის მახლობლად. აი, ვის წარმოუდგენია, რომ რუსეთის ბაზა არის იქ მხოლოდ სამხედროები, მხოლოდ სომეხი ეროვნების და იქ არ არის, როგორც ეს თქვა, დასალურ ენაზე field station, ანუ ასე ვთქვა, დაზვერის FSB-ს თუ SVR-ის თუ არ ვიცი, გერეუს, ხო, წარმომადგენლობა, ფართო წარმომადგენლობით, ხო? აი, ვის ატყუებენ? მაკრონი, ურსულა, კაია კალასი და ასე შემდეგ და
გასაგებია აბსოლუტურად ფაშინიანის პოზიცია და სომხეთის ხელისუფლების და პოლიტიკური ელიტების, რომ მათ აქვთ ეგზისტენციური პრობლემა და მათ უნდა როგორმე თავიანთი გეოგრაფიული მდგომარეობიდან ჯერ კიდევ დაძაბული ურთიერთობიდან აზერბაიჯანთან და მის თავალმოკავშირესთან თურქეთთან უნდა როგორმე წინ წაწიონ თავიანთი ქვეყნის განვითარება. აი ეს არის ფაშინიანის დღის წესრიგი და ეს ევროკრატები ჩამოდიან შემდეგ აქ აგიჟებენ ისედაც უვიც ასე თქვათ ფსევდოლიბერალებს ნაცსექტის სახით და იძახიან რომ საქართველოს გამორთიშულია, გამორთულია, აი ზანგეზურის დერეფანი თუ ტრამპის დერეფანი არის ალტერნატივა და ზღაპრები, ხო? აი ზღაპრები, რასაც ყვებიან სხვადასხვა ეგრეთ წოდებული სპიკერები თუ ანალიტიკოსები რადიკალების ფრთიდან. რაც შეეხება აი ამ მაკრონის ვიზიტს, რომელიც სრული 3 დღეიანი იყო და იქ ნახეთ ჩვენ ეს პერფორმანსები, ხო, სირბილები დილით და იქ სიმღერები და ცეკვები და სომხური ბრენდის კონიაკის დაგემოვნება, ასე შემდეგ ეს უნდა დამთავრებულიყო გარდა იმისა, რომ გიუმრიში ჩავიდა და იქ დემონსტრაციული ეს ხო იყო მესიჯი რაღაცნაირად, თითქოს არ იყო, არ შეიძლება პოლიტიკურ მესიჯად დავუყვათ, რომ ესე გაასაღეს ყოველ შემთხვევაში განსაკუთრებით ჩვენს ლიბერალებში, რომ აი გიუმრში სადაც რუსული ჯარები დგას, ევროპული საზოგადოება და მაკრონი უმთავრესად კონცერტს ქმნის და რა აბა უმიგინდა ჩამოიშალაო თითქოს ეს პოლიტიკური მესიჯი აბა უმიგინდა, იმიტომ რომ იქვე არიან და სომხეთი იბრძვის რომ ესე იგი კავკასიისკენ შემოატრიალოს ევროპული მზერა. მაგრამ ეს შოუ ვერ შედგა, რაც სურდა ძალიან მაკრონს. შოუს თურქეთში ბოლო აკორდი გიუმრიდან თურქეთის საზღვარი, ანუ სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რომელიც 30 წელია დაკეტილია, 30 წელზე მეტია, მაკრონს უნდა იქ გავლა, იმიტომ რომ გიუმრიდან ძალიან ახლოა და იქ სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან თურქეთში შესვლა და შემდეგ გადაფრენა და ერდოღანთან შეხვედრა. რაღაც დონეზე თურქეთის ხელისუფლებიდან ამაზე იყო თანხმობა, ამიტომაც ასე თქვა ზარზე იმით ჩავიდნენ. ანუ ორი დატვირთვა ქონდა მაკრონის გიუმრიში ჩასვლას, ერთი რომ დემონსტრაციულად რომ მე აქ ვარ, ანტირუსი, პროევროპელი, ანტირუსი. და გავხსენიეს 30 წლის დაკეტილი საზღვარი და ახალი გეოპოლიტიკური რეალობა მოვიტანე მე ფრანგმა მაკრონმა, ესეც რაღაცა. ანტირუსი როგორ არის, როცა მრავალმილიარდიანი კონტრაქტები აქვთ ევროპელებს ფრანგებს რუსეთთან, არ ვიცი. და ხო ჩვენ გვეუბნებიან რომ რაღაც ხილბოსტანი არ გაიტანოთ რუსეთში და მანდარინი და სასმელებია, ხო? მის მერე ჩვენ გვადებენ იარაღის ემბარგოს. და ესე იგი რაღაც ეტაპზე თურქეთმა თანხმობა უთხრა, მაგრამ შემდეგ როდესაც რა თქმა უნდა ერდოღანამდე მივიდა ეს ამბავი, ამას არც მალავენ, არც თურქული და არც აზერბაიჯანული მედია საშუალებები ერდოღანმა დაურეკა ალიევს, მოითათბირეს და თქვეს რომ არაო, საზღვარი არ გაიხსნება და აზერბაიჯანული მედია კიდევ უფრო შორს წავიდა, მათი ანალიტიკური ასე თქვათ წრეები და საჯაროდ თქვეს რომ მაკრონს შოუს არ მოაწყობინებდითო, იქიდან გამომდინარეო რომ აფრიკის ქვეყნებიდან ის გამოაძევეს იქაურმა სხვადასხვა ქვეყნებმა მისი ჯარები, ჩავარდა ასევე ახლო აღმოსავლეთის კრიზისის მოგვარებაში და ხედავთ რომ ვერაფერს ვერ აკეთებს, პირიქით დაპირისპირებულია ტრამპთან და ახლა უნდოდა რომ რაღაც მშვიდობის მტრედი თუ ხიდი თუ რაც ყოფილიყო სამხრეთ კავკასიაში, მაგრამ იქიდან გამომდინარე ზუსტად აი გეოპოლიტიკურად უხერხემლოები რო არიან და რეალობას ვერ ცნობიერებენ ევროკრატები ვერ მიხვდნენ რომ არ არის აქ მათი საქმე, ხო? აქ სხვა ძალები, სხვა ზესახელმწიფოები, ასე ვთქვათ, იბრძვიან ამ შუა დერეფნისთვის, სამხრეთ კავკასიისთვის და ასე შემდეგ და ხა მოინდომა წარმავალმა მაკრონმა, როგორც მას ტრამპი უძებდებს, he's a finished president, ხო, ნუ ერთი წელი დარჩენია და დასრულებული პრეზიდენტიო, ხო? ეგრეთ წოდებული მოკავშირე რო გიწო. მოინდომა აქ ახლა რომ რაღაცა ხო რაღაც ასე ვთქვათ ფრანგებს ახასიათებს ქულები ხო ნუ ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ყოყლოჩინობა, მაგრამ არ გამოვიდა და შემდეგ იძულებული იყო გიუმრიდან ისევ ჩამოსულიყვნენ მანქანებით ერევანში და ერევნის აეროპორტიდან გაფრენილიყო საფრანგეთში და ისე რომ ერდოღანმა საერთოდ უთხრა რომ თვითმფრინავი არ ჩამოხვიდე ახლა საერთოდ ხო იმიტომ რომ ჯერ აი როგორ გალაწუნება არც არის დიპლომატიურად სწორი, ანუ იმიტომ შეიძლება ვიღაცამ უწოდოს აი ამ ბიუროკრატიის პოლიტიკას უხერხემლო, რომ
არ არის სწორი რაღაც შენი პირადი შოუთი გადაწყვიტო გეოპოლიტიკური ამოცანები, რომელზედაც სახელმწიფოები მუშაობენ წლებია და იქ სხვადასხვა ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები შემოდის და ეხლა შენი შოუთი დემონსტრაციულად თუნდაც მე მაგრად მახსოვს, როცა უკრაინაში 2020-ში ეს კონფლიქტი როცა იწყებოდა, მაკრონმა მოაწყო ფოტოსესია. ეს ფოტოსესია იყო, აი, Instagram-ზე რო სელებრიტები წყალებში რო ფოტოებს იღებენ და ქალბატონები რო პოზიორებენ, რაღაცა შეშფოთებული საცოლების რეკლამა რო აქვს და რაღაცა შეშფოთებული სახით დადგა და აი სპეციალ, ეხლა როგორც ხდება პროტოკოლით გაწერით, რომ მოდის ფოტოგრაფი ოფიციალური პრესცენტრის გაწერა ის როგორ ნერვიულობდა და როგორ ესე იგი გამოიყურა ესეთი ცნობილი ფოტოები გაავრცელა. იაფასიან, ძალიან იაფასიან. წარმოიდგინეთ საფრანგეთის ესე იგი ჩვენს გვინდა რუსთაველზე ისე ინოსო საფრანგეთის პრეზიდენტმა და ევროპელმა ლიდერებაო ჩვენი ლიბერალების წუხილი იყო და მიცით წარმოიდგინოთ როგორ შეიძლება ივარჯიშოს პირველმა პირმა რომ წინასწარ იქ რეკავენ შადიან კამერებით, ხვდებიან კამერებით, უღებენ, ანუ ეს ყველაფერი როგორი დადგმულია თან მოძველებულია უკვე და ძალიან დაძველდა ეს სცენარები, კი. და იქ რუმინეთის პრეზიდენტი, რომელსაც საკმაოდ ესე იგი საეჭვო ისე აქვს, ხო, გამარჯვება უმაგრებს უკან ზურგს პოლიტიკური თავის არჩევნებიდან გამომდინარე, რუგზაკით რომ ასე იგი ჩანთით რომ წავიდა კამერებში და მაგაზე ხო გააკეთა ხელოვნურმა ინტელექტმა უკვე გააკეთეს AI ვიდეო არის იმ ზურგ ჩანთაში მაია სანდო ეჭდა მოლდოვის რომელიც ძალიან სურს რომ შეუერთდეს რუმინეთს ხო ნუ აი ფარსი ნუ ეს ამ ასე იგი ამ რაღაცა ფარსებით დატვირთული იყო მოკლედ ეს სამიტი და თან ყველაზე ის რაც არის მე გამოიტანეს რომ სომხეთი არისო ესე იგი თავარი დერეფანი ამ დიდი გეოეკონომიკური პროექტისა, შუადერეფნისა და კასპიისა და ანუ წარმოიდგინეთ, ნუ არ მაგათ შეიძლება გონიათ რომ სომხეთს ადმირალი წავთ და ზღვაც აქვთ, მაგრამ ესეთი ასაგდებიც კი გახდა მე ჩვენს აუდიტორიაში ეს კომენტარი, იმიტომ რომ არამხოლოდ საქართველოში ხო ეს უბრალოდ მარტივი უცოდინობა როდემდე და სამწუხარო ეს არის ახლა კი ევრობიუროკრატიას ალბათ ჯახსაგარემოში უნდა გქონდეს ინტერესები, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ თავარი გეოპოლიტიკური დერეფანია დღესდღეობით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხო ჩვენი რეგიონი, მაგრამ ესეთი შოუები აფუჭებენ უმთავრესად აი მიზანს ეს ჩვენი ევრო ლიბერალებს ლამის წამსად აქვთ ქცეული. მაგ მიზნის გაფუჭებას ემსახურება, იმიტომ რომ ამ შოუებს არაფერი შედეგი არ მოაქვს. ხა მაკრონი ჩამოდის და ამ დროს ხა ერდოღანი და ალიევი დარწმუნებული ვარ გაკვირვებულებიც კი იყვნენ აი ამ რაღაცა შოუთი გამოწვეული სითავხედით და პასუხიც იმიტომ იყო ეგეთი თავხედური და გალაწუნება რომ არ შეიძლება ეს რაღაც შენ შოუს გადააყოლო გეოპოლიტიკური მოცემულობა და დავაზუსტოთ ხომ რომ გეოპოლიტიკურად როდესაც ხარ მყარად და ძლიერი ხო რაც ევროკავშირი არ არის რამდენიმე ფაქტორით და მოცემულობით განპირობებული ის რომ ხარ ძლიერი სამხედრო ეკონომიკური ძალა შენი ეშინიათ რაღაცა ომი მაინც გაქვს მოგებული და რაღაცა შენი პირობები გაქვს მოგდა შეგიძლია ამიტომ ასე ვთქვათ dictation და ასე უკარნახი რომ ვიღაც რაღაცა უკარნახო შენი პირობებით მაგრამ როდესაც სოციალურ-ეკონომიკური ჩამორჩენილობა გაქვს სათითაოდ მაკრონის, სტარმერის კიდე ჩავარდნილი ადგილობრივი არჩევნები, ფარაჯის უსწრებს ყველგან. კი, მერცის ჩავარდნილი რეიტინგები, ვინ რა უნდა გენდონდა, მით უმეტეს, როდესაც ევროპკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი არის ისეთი უვიცი ქალბატონი, როგორც კაია კალასია, ხო, და რომელიც ისეთ ციბრიყვებს ლაპარაკობს, რომელიც საერთოდ გამორიცხულია, რომ მას მისი ქმარი ფულს აკეთებს რუსებთან. არა, არაფერს არ ეუნება ქმარი. ნუ არა, არის ის და საერთოდ გეოგრაფიულად და სხვა რაღაცების ხრივ არის ის, ხო, ნუ არის ის, რომ თქვათ ჩინეთმა რა როლი შეასრულა მეორე მსოფლიო ომში და ასე შემდეგ. მართლა არის ის. ის იმიტომ მოხდა იქ, რომ იყოს ყურმოჭრილი მსახური deep state-ისა. ამიტომაც მოხდა, თორე კაია კალასები ჟღერს ხო თანამდებობრივად, რომ რაღაცა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრია და წელიწადი ისე გავიდა, რომ მარკო რუბიო მას არ შეხვდა, ანუ მთავარი მოკავშირე ამერიკის მხრიდან, ხო? და შემდეგ ნუ როგორც იქნა, იქ რაღაცა მოხდა და იყო რამდენიმე მცდელობა და საერთო მაგიდასთან იყო შეხვედრები და ერთ წელზე მეტი არ შეხვედრია, როდესაც
ვაშინგტონი და ბრიუსელის დიპლომატები ერთად უნდა იყვნენ. ეს არ არის მარტო რომ კაია კალას თქვათ საქართველოში აკრიტიკებენ ძალიან სამართლიანად და თუ იმას აკრიტიკებენ, ესე იგი ჩვენ პრორუსები ვართ, ვინც აკრიტიკებს, მაგრამ თუ კაია კალას აკრიტიკებენ გერმანიის ბუნდესტაგის მაღალჩინოსნები ან სხვა ევროპელი წონადი პოლიტიკური აქტორები, ისინიც ასე თქვათ პრორუსები არიან, აი აქაც კი, ნუ ჩლუნგობა ფსევდოლიბერალების. ჩვენ ხედავთ, რომ არა მხოლოდ ჩვენ საქართველოსთან მიმართებით, იგივე ეს IFT მთელი ეს მოძრაობა პრორუსად არის გამოცხადებული, ლეპენი პრორუსად არის გამოცხადებული, იქაც იგივე სცენარებით, უბრალოდ ნუ ადგილობრივი აუდიტორია უფრო ესეთი შემართებით ცდილობს, რომ გაუწიოს წინააღმდეგობა, მაგრამ მედიაში მაინც ჯერ ლიბერალური დღისწესრიგი დგას და მიტაცებული აქვს უმეტესობა, ხო? ისევე როგორც აი თქვათ ხელოვნურ ინტელექტში, რომ ჩასვავ რაღაც შეკითხვას, მე გროკზე არ მაქვს ხედველობას მასკის, რომელიც სხვადასხვა პლატფორმები, ხო? ისეთ პასუხს გაქცევს, აი რაც BBC-ზე წერია, CNN-ზე წერია და ხო? და ისეც არა და ეს არის fake news-ი, არ არის fake news-ი, აი რამდენჯერ მქონია მართლა პირად კონკრეტულად, რომ ეს როგორ არის fake news-ი, როდესაც აქ გაშუქებულია. ეს რაღაც ცნობილ ამერიკულ საიტზე მეუბნება, რომ ეს არის ულტრამემარჯვენე, რომელიც ცნობილია fake news-ები. და ამ დროს მე აიწევა თემა და სხვა არის. ანუ მიტაცებული აქვს. არსად არ გამქრალან ეს ფაქტ-ჩეკერები, ნუ ეს კიდე ცალკე თემა არის, ხო, ეს ცალკე თემა, ცენზურის ცალკე თემა არის, კი. ევრობიუროკრატიამ გადმოიბარა წარმატებით. რა შეიძლება ითქვას აი ამ ზელენსკის შემოbrunებაზე? რა იყო ეს? რამდენიმე შეკითხვა გააჩინა, დიახ, რამდენიმე შეკითხვა გააჩინა, ჯერ ეს ერთი არ იყო წინასწარ გაცხადებული. ეს იყო რაღაცა თვით ინიციატივა. რამდენიმე შეკითხვა გააჩინა, მათ შორის დამცინავი შეკითხვა, სამართლიანად დამცინავი შეკითხვა. რა აღარ არის ქართული ოცნება, ეგრეთ წოდებული რუსული ოცნება, რატო ართმევ ხელს, ხო? რა გინდა კობახიძესთან? რა უნდა სიბიგას თუ სიბიჰას მაკაბოჭორეშვილთან შეხვედრისას? რა უნდა ახლა რამდენიმე დღის წინ დაურეკ კიდე ცალკე უკრაინის საგარეო მინისტრმა ქალბატონ ბოჭორეშვილს, რატო? აღარა ვართ რუსები? და ამ დროს ახლა ჩვენ ხელისუფლებას აქვს იმხელა პასუხისგებლობა და ასე თქვათ სულგრძელობა და დიპლომატია, რომ ჩამოართვას ხელი იმ უნამუსო ბოროტ ჯამბას ზელენსკის, რომელმაც უნამუსო დაგვასანქცია ჩვენ, ხო? ჩვენ რატო ვამბობთ? ის საზოგადოება უმრავლესობა ხალხის, რომელმაც აირჩია ქართული ოცნება. ქართული ოცნება დაასანქცირეს, იქ დაასანქცირა, ანუ პირადადაც რო შევხედოთ ამას, ხო? აი პირადად თქვათ ირაკლი კობახიძე, მოქალაქე ირაკლი კობახიძე, ხო? მამამისი დაასანქცირა. რატო? იმის გამო, რომ ირაკლის მამა არის გია კობახიძე, დაასანქცირა ოფიციალურმა კიევმა. გესმით, როდესაც გია კობახიძე წლებია აღარ არსებობს საჯარო პოლიტიკაში, ხო? წლებია, შვილს დაუთმო ასპარი, წლებია, ხო? დაასანქცირა. აქეთ მოვიდნენ, აქეთ დაგველაპარაკდნენ და შეკითხვა. გარდა იმისა, რომ რა აღარ არის ქართული ოცნება პრორუსული, რა უნდა? ხო არ აკეთებს ისე, როგორც ზელენსკი მოიაზრება, რომ ევროკრატიის ერთ-ერთი ვასალი არის, ხო არ აკეთებს გარკვეულწილად მოთელვით სამუშაოებს, რომ აი გვირიგდებიან, შემდეგ ისინიც რაღაცას დაჭირდება და ჭირდებით. გეოპოლიტიკა და გეოგრაფია, რაც არ უნდა თქვას, ურსულა ფონ დერ ლაიენმა თუ კიდევ ერთი პერსონაჟი რო ყავთ, მარტა კოსი, ხო? იუგოსლავიის KGB-ს სავარაუდო აგენტი. შეცვლიან რიტორიკას. ესე მალე არ შეიცვლება, რა თქმა უნდა, მაგას ქვია face saving-ი, ანუ სახის შენარჩუნება უნდა გააკეთონ ბოლომდე, მაგრამ გაჩნდა სხვადასხვა ასევე არ მინდა გამომჩეს შეთქმულებითი თეორიები, რომ სააკაშვილს მოითხოვენ, სააკაშვილი ვის რაში აინტერესებს, მithundet თავისიანებს არ აინტერესებს. უკრაინას რაში ჭირდება სააკაშვილი, ხო? მათ უნდა პროექტი ჩავარდნილია უკვე. ხო, ჩავარდნილია და იმიტომაც არის ახლა ერთმანეთში რომ დასხეს და უკვე ალიასით გება ვეღარ ვეწევი რა, ვინ გალანძღა დღეს ხვალ გუშინზე და ასე შემდეგ, ხო? იმისთან სამარცხვინო მდგომარეობაში არიან კოლექტიური ნაცები, დაშლილები, ხო, პოლიტიკურად და მორალურად.
და უკრაინას სურს ახლა რა თქმა უნდა პრაგმატული ხედვები აქვს იქ ხელისუფლებას ახლა შეიძლება ზელენსკი არის ჯამბაზი და თქვათ მაგრამ ხო არიან მგონიერი პოლიტიკოსებიც ისევე როგორც ევროკავშირში ახლა ევროკავშირში decision maker-ები განაწყობის მიღებები ვინც არიან ეს კალასები და ფონ დერ ლაიენები გასაგებია შუა რგოლი არიან მრჩევლები სტრატეგები ისინი ხო ხედავენ რომ სადაც საჯაროდაც მათ აკრიტიკებენ რომ ბრიუსელო ძალიან იგვიანებ ამ შუადერეფანში ხო ძალიან ამერიკამ უკვე დაგასწრო რა ხდება უკვე ხო რუბიო რეკავს აგზავნის თავის წარმომადგენლებს საქართველოში და ასე შემდეგ კი მაგას ვამბობ ხო კიდე მაისის ბოლოს ჩამოვლე ამიტომ უკრაინასაც რა თქმა უნდა იმიტომ რომ ბოლო დამთავრდება ეს ომი ეს ავაცახსენებელი უკრაინამ ეს თვით ინიციატივა იყო თუ შესაძლოა კოლექტიური მსჯელობის და კოლექტიური მესიჯი გადასცა ზელენსკიმ არაფერი გამოვრიცხოთ იმიტომ რომ არ ვიცით კონკრეტიკა და კონკრეტული მარჩიელობა არ გჭირდება ვარაუდებს გამოვხატოთ ხო რომ შესაძლოა მას უკარნახეს ეს ბრიუსელიდან ან ევროპის რომელიმე დედაქალაქიდან რომელიც ძალიან აშკარა მხარდამჭერია ზელენსკის და მით უმეტეს ამას დაეთანხმა უკრაინის პრაგმატულად მოაზროვნე მაგრამ იმისათვის რომ აღდგეს ურთიერთობა თვითონ უნდა გადადგან აღდგენითი სამუშაოების ნაბიჯები ხო რასაც ქვიეს სანქციების სამარცხვინო სანქციების მოხსნა და მე უკვე დღის წესრიგში დგება ექსტრადიციის საკითხები ხო იქ რო ყავთ იქ ლორდ ქიფანიძე ადეიშვილი და ასე შემდეგ თავშესაფარი რო აქვთ ნაცკრიმინალების და სხვადასხვა რაღაცეებია იქა მაგრამ ორი ძირითადი რაზეც ქართველი ერი შეურაცხყოფილი ეს არის უნამუსო სანქციები და დამონათება და მეორე იქ თავშესაფარია რო აქვთ ამ ნაცავაზაკების აი ეს ორი რამეა მე დანარჩენები და უკვე ჩვენ გვახსოვს თვითონ აი ამ უკრაინის საგარეო მინისტრმა ერევნის შეხვედრის მერე დაწერა რომ ჩვენო განვიხილეთო მაკა ბოჭურიშვილთანო საკითხები თანამშრომლობის გაფართოების სხვადასხვა საკითხები მათ შორის სავაჭრო ეკონომიკური ხო თავარი რაც შეიძლება ხო აბა ის კი არ არის რომ ეხლა ის გამოუშვით კიდე და მოხალისეები და შემთხვევაში სამხედრო ტექნიკა ხო დიდძალი რომელიც თურმე გქონია რა კონსპირაციებში ვარ შევიდეთ ამ ესეთი აი ამ პატარა პერფორმანსით ერთი რაღაცა მკიცდება, რაზეც სულ თუნდაც საახლობლო ან თუნდაც ჩვენი ამ ეთერის მეშვეობის ვცდილობ რომ მაქსიმალურად დავხსნა რომ პოლიტიკაში გადამწყვეტი არის გეოპოლიტიკური მოცემულობები და არა ის აღქმები, რა აღქმებითაც აგიჟებენ აი ამ მცირე აუდიტორიას, რომ თითქოს რაღაცა რწმენებით, ღირებულებების გამო აქ ხალხი სოფლიო პოლიტიკის ბედწყვეტს ასად არ ხდება. ჩვენ ვნახეთ როგორ აღზევდა ლიბერალიზმი და ჩვენ ვნახეთ იგივე ქვეყნებში როგორ გაჩნდა ალტერნატიული პროექტები და თუ გეოპოლიტიკას დასჭირდა, თეთრი სახლი გამოდის და გეუბნება რომ გრენლანდია უნდა დამithვო. შენ ხო ჩემი მოკავშირე იყავი, უნდა დათმო გრენლანდია. თუ დასჭირდა, იტყვის რომ პირიქით შემოტრიალებები იხილეთ, იმიტომ რომ ეს არის გეოპოლიტიკა. უკვე მოხდა ესა, უკვე მოხდა ოღონდ ფარულად მოლაპარაკებებით, მაგრამ კონკრეტული შედეგი დაიყო. ამერიკულმა ერთ-ერთმა კომპანიამ სამხრეთ გრენლანდიაში ერთ-ერთი უდიდესი იშვიათი მიწა ელემენტების საბადო დაითრია რა ასე თქვა, დაითრია ჟარგონულად, ხო? კი, ეს მნიშვნელოვანი ამბავია. თან გავითარდა აი ამ რაღაცა პოლიტიკური სცენებისა და შოუების მიღმა. ნუ ტრამპის პორტრეტია, კი, აწიო რაღაც თემა, სხვა მიმართულები და ამ დროს მიიღო სასურველი შედეგი. Great Greenland people იტყვის მერე და როგორ მიყვარს და ასე შემდეგ. თავარი რა რესურსები გეოპოლიტიკა რა ბზანეთ და ასე შემდეგ ხო? ანაჩენი ეხა ეს ფსევდოლიბერალიზმი ნითაც არის მოწამლულები არიან ეს ფსევდოლიბერალები ამით გეოპოლიტიკა დიდი ხანია აღარ წდება მორჩა დამთავრდა რა თქმა უნდა ეს დარჩა მარტო სემინარებზე და კოფი ბრეიკების განხილვების თემა მეტი არსა და არა რა ნუ ეს ისტორიამაც წარმოაჩინა ეხლა რაც არ უნდა ვილაპარაკო ჩვენ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა იდეოლოგიაზე განსაკუთრებით ხო სტალინის პერიოდში ისტორიაში რო გადავიდეთ, იქ ყველაფერი გადაწყდა გეოპოლიტიკური ინტერესებით და არავის არ ქონია მიზნად დასახული ლენინის მემკვიდრეობა, რომ მთელ სამყაროში სოციალისტური რევოლუცია უნდა მოხდარიყო, მისი განხორციელება თუ ეს ეწინააღმდეგებოდა იმ მომენტში გეოპოლიტიკურ მოცემულობას და ეს აჩვენა ისტორია და არ შეიძლება რაღაც სიგიჟეები და რწმენებით ერთმანეთს შევასკდეთ, როდესაც მოცემულობა აბსოლუტურად სხვა არის. და ამ მოცემულობას დაუბრუნდეთ, ნიშანდობლივი რა იყო ამ სამიტის მერე
მედიაში გაჟღერდა ბევრი სტატია დაიწერა, რომ ევრობიუროკრატია ემზადება რუსეთთან სალაპარაკოდ. დაიწერა ისიც, რომ უნდათ შეარჩიონ ერთი კანდიდატი, უნდათ ვინ შეიძლება იყოს, რა ფორმა უნდა გამოინახოს. ეს მესიჯები თან ამ სამიტის მერე შეიძლება იყოს მესიჯი იმისა, რომ ადრე თუ გიან შეხვედრა მოხდება. თან ახლა ეს 9 მაისის ამბავი რო არის ატეხილი რა. ეს 9 მაისის ამბავი შარშანაც იყო. დაბომბავს თუ ეს შორის თუ არა, აი ჩვეულებრივი დასავლური მედიური ამბავია აწეული, ოღონდ ჩემ დაგასაკვირად რუსების ეხმარებიან. რუსეთის მხრიდანაც კი, ეხმარებიან, თამაშობენ, რომ თუ მე დამარტყავ, მე გადაგბუგავ და ასე შემდეგ რა, მაგრამ უახლოვდები თუ არა რაღაცა კულმინაციას ეხლა უკრაინის პრეზიდენტი რო შვადერეფანზე ინტერესებს გამოთქვამავს, რა შვადერეფანი ბრძოლა გადარჩენისთვის არის, ხო? მეორე მხრივ. ზუსტად. ანუ უახლოვდები თუ არა, აი თუნდაც ეს რაღაცა მესიჯი რო გააშღერეს მედიაში, რომ სურთ საუბარი რუსებთან, რაღაც კულმინაციურ წერტილს, სადაც ბოლო-ბოლო ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაზე პოსტამერიკულ ეპოქაში, იმიტომ რომ ამერიკამ ასე თუ ისე დაასახელა თავის ინტერესთა სფეროებით, აი ევროპა ვერ მოხდა და ეს დაპირისპირებაც ფარულია თუ ღია, ყოველ შემთხვევაში ერთმანეთს ლანძღავენ დღესაც ახლა თქვა რომ ტარიფებს თუ არ დაუწევთო ასე 25-მდე წავაო ზემოთ ხო. მერე წავაო და დაპირისპირებაც არის ახლა ფაქტია ხო ამათ შორის და პოსტამერიკულ ეპოქას უწოდებ ევროპაში ამას. აი პოსტამერიკულ ეპოქაში დგება თუ არა გადააზრების კულმინაციური ეტაპი, რომ ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურის ჩამოყალიბება შეუძლებელია რუსეთთან მოლაპარაკების გარეშე, იმიტომ რომ თუ შვიდობა იყო ევროპაში, აი ნაპოლეონის შემდეგი ეპოქა რო გავიხსენოთ, ისტორია ხო გეოპოლიტიკის ანატომიაა თავისთავად ხო? რუსეთთან ესე იგი შეთანხმებით ჩამოყალიბდა უსაფრთხოების სტრუქტურა, რომელმაც იმუშავა რაღაც დროით, რა თქმა უნდა, სანამ ახალი ძალები არ გამოჩნდნენ იგივე გერმანიის სახით, გაერთიანებული გერმანიის სახით და დგება ეგ მომენტი. დავიწყოთ უკრაინიდან. უკრაინიდან სამწუხარო რეალობა არის ის, რომ მართლა თვითგადარჩენაზე იბრძვის ეს ხალხი, ეს გაუბედურებული ხალხი, ოკუპირებული ხალხი და შედეგი ის სასურველი, რაც მათ მოატყუეს და უთხრეს, რომ აგერ იქნება ნატო, ევროკავშირი კი არ იქნება. დაიწყო იქიდან, რომ ფინეთის პრეზიდენტს ათქმევინეს და მერე კანცლერ მერცმაც გაიმეორა ის, რომ თუ ტერიტორიებს არ დაუთმობთ რუსეთს, მაშინ არ გამოვა საბოლოო მშვიდობა და დაუთმოთ ეს ტერიტორიები რეფერენდუმის სახით. აქ მერე შემოდის ერთი კარგი შეკითხვა. რეფერენდუმი როგორ უნდა ჩატარდეს ომიანობის დროს, თუ ზელენსკი არ ატარებს და კანონიერად შეუძლია ესა არჩევნებს ომიანობის დროს. ანუ რეფერენდუმს არჩევნები დაემთხვევა და იმ არჩევნებში სავარაუდოში არ ვიცი რომ ის იქნება შემოდგომაზე თუ გაისად ზელენსკი რო დამარცხდება ხო გასაგებია. მაშინ ექნება იმის დრო რომ შუადერეფანზე იფიქროს და რაღაც გეოპოლიტიკურ რაღაც არხებზე და ასე შემდეგ იქნება თუ გაექცევა საკუთარ ხალხს. ეს ერთი საკითხია. მაგრამ რაც თქვი მანამდე რომ პრაგმატული რა თქმა უნდა არიან პრაგმატული პოლიტიკოსები და აქტორები უკრაინაში და ისინი წინსწრებად უყურებენ რომ რა ახლა ქვეყანა მხოლოდ იარსებოს ნაწილობრივ ოკუპაციით თუ კაპიტულაციით თუ ასე შემდეგ. ღმერთმა მშვიდობა მისცეს და გამთლიანდა, მაგრამ რეალობა სხვა არის. მაგრამ ის რომ ევროკავშირი უკვე ლაპარაკობს ევროპული საბჭოს ხელმძღვანელის კოშტას ხმით სახელით რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია, ეს უკვე არ ნიშნავს იმას, რომ ცალკეული თქვათ იქ მელონი ლაპარაკობს იტალიიდან თუ სხვა, რომ აუცილებელია. ხვდებიან რეალობას, რომ არსად არ ჩამოშლილა. ამ სანქციებმა რას შუაში იყო ეს 20 პაკეტი სანქციების. თუ ჩამოშლა გინდა და შეჩერება სამხედრო სისხლიანი მანქანის რუსეთში ხო პირველი და ორი პაკეტით თავისუფლად შეიძლებოდა და არა ეს 20 და თვალთმაქცობები და ეს რაღაც ჩრდილოვანი ფლოტი და აღებმიცემობა მრავალ მილიარდიანი წლების განმავლობაში. ასე რომ მათ მოუწევთ ამ არქიტექტურაში ახალში რა თქმა უნდა სადაც ამერიკა თას უწყდება რუსეთთან თანაცხოვრება ხო? მაკრონიც ამბობს, ყველა ამბობს რომ თანაცხოვრება თუ არ იქნება იქ მართლა მშვიდობა ვერანაირად იქნება. ეხლა ტრამპი რას აპირებს?
შეამციროს ჯარები, გადაისროლოს, გადმოისროლოს. ამის უფლება აქვს. ნატოდან ვერ გამოვა კონგრესის თანხმობის გარეშე. თუმცა ჯარების შემცირება, რა თქმა უნდა, შეუძლია და ამას გააკეთეს პირველ რიგში, როგორც თქვა, თვითონ გერმანია, შეიძლება იტალიაც და აუცილებლად ესპანეთი, იმიტომ რომ ესპანეთს უკვე დასჯის იმას, იმიტომ რომ პედრო სანჩესმა პირველმა დაიწყო ეს ბუნტი ანტიირანული ოპერაციისა რა. და ამისი, ასე თქვათ, წინსწრები მასშტაბური, კომპლექსური თუ ორკესტრირებული თუ ინსტიტუციური მომზადება უკვე დიდი ხანია დაწყებულია ამერიკაში, როგორც თქვათ, შარშან წლის ბოლოს გამოქვეყნებული უსაფრთხოების სტრატეგია, რომ ესე რომ პრიორიტეტი არ არის ევროპა და დასავლეთ ნახევარსფეროა ამერიკისთვის პრიორიტეტი და ახლა კიდე, როდესაც საუბარია ტერორიზმის საფრთხეებზე, თეთრი სახლის დოკუმენტი მომზადდა 16 გვერდიანი, სადაც პირდაპირ მნიშვნელობით ევროკავშირი არის ნახსენები როგორც ტერორიზმის აკვანი. ღია საზღვრებია, უკონტროლო მიგრაცია, რომლებიც საფრთხეს უქმნიან არა მხოლოდ ევროპას და ევროპელებს, არამედ ამერიკას და სხვა ქვეყნებს, ხო? მეტი რა უნდა ილაპარაკო, როდესაც გინდა ვიღაცის დასჯა, ეს ჩვენ ხო ვიცით. არა მხოლოდ ანალიტიკოსებმა, ჟურნალისტებმა და ასე თქვათ, საქმეში ჩახერება. ფართო საზოგადოება მიცის, რომ ხდება, როდესაც რაღაცის, თქვათ, გაფუჭება გინდა, ამას ჭირდება სისტემური ნონ-სტოპ კამპანია, რაც დაწყებული აქვს რამდენიმე თვეა ამერიკაში. შესაბამისად, როგორი იქნება დაკნინებულ ამერიკული მონაწილეობით დაკნინებული ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურა, აქ არის ძალიან დიდი კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ ჯერ არ დალაპარაკებიან ისინი პუტინს, ფსევდოლიბერალებს გაუმეოროთ, პუტინი აგრესორია, პუტინი ოკუპანტია, ხო? საქართველოს მეგობარი არ აქვს, საქართველოს აქვს თავისი მუდმივი სუვერენული ინტერესები და ამის წინააღმდეგ ვინც არის და ვინც პრორუსს ეძახის ნებისმიერ თავის თანამოქალაქეს, თვითონ არის უსამშობლო და მანქურთი, როგორც ჩვეულებრივია მათი განსაზღვრება. რაც შეეხება უსაფრთხოების შემდგომ არქიტექტურას, ამაზე ვერავინ პასუხს ვერ გასცემს, ერთ-ერთი ინსტიტუტი თუ think tank-ი მით უმეტეს. ყველაფერი ხო ბმაშია პლანეტაზე. რა ხდება ამ ახლო აღმოსავლეთში? ჰორმუზის სრუტე იხსნება, არ იხსნება, აპირობები. დღესაც ცეცხლი გაიხსნა ორხრივი. კი. და ვითომ საზავო 48 საათიო, იმდენი საათიო, ამდენი სანქციის მოხსნეს დაემსგავსა რაღაც მართლა კი, გრანზე ჩვენ რაღაც ძალიან ბევრი ეპიზოდი ჩავწერეთ, მაგრამ თავარი მომენტი რა არის ეხლაც, რომ აი თითქოს რაღაც მშვიდობა დამყარდა და გაურკვეველი, იმიტომ რომ გაურკვეველი იყო თავიდანვე მიზანიც, ანუ ის გეოპოლიტიკური მიზანი არ ჩანდა. შეიძლება მას ეგონა რომ უცებ ჩამოიშლებოდა რაღაცა და ეს მაგრამ აი გაიფორმებდა გიორგი, აი უსაფრთხოების არქიტექტურა კიდე რატო ირანი, რატო ვახსენდა ახლო აღმოსავლეთი. არ დავალია მის გარეშე სპარსეთის თუ არაბეთის ყურის ქვეყნებმა, არაბულმა ქვეყნებმა, რომლებიც არიან ამერიკის მოკავშირეები, უწინარეთ სამხედრო, მათ უკვე ღიად თქვეს, რომ ამერიკული სამხედრო ბაზა კი არ გვიცავს პირიქით მოწყვლას ხდის, ხო? სამიზნე. ჩამოიშალა ამერიკული საფრთხეების არ გვინდა და მოდი ჩვენ შევკრათ ჩვენი სამხედრო ალიანსები და ისრაელთან ქონდეს კაი კავშირები. ამასაც ამბობენ არა ტრამპი, მაგრამ სხვები ამბობენ თუნდაც უკვე გახლეჩილ რესპუბლიკელებში. კონფლიქტია საუდის არაბეთსა და გაერთიანებულ საამიროებს შორის. საამიროები დატოვა ოპეკი, იქ საერთოდ ამოყირავდა იქ ამას დომინოს ეფექტი ექნება დარწმუნებული ვარ იქ, იმიტომ რომ კითხვებია მთელი არაბული ფული და პოლიტიკური ენერგია იხარჯებოდა შეექმნილიყო უსაფრთხოების გლობალური კუნძულის, რომელიც მოიზიდავდა ინვესტიციებს, შექმნიდა ჰაბს, ტურისტულს, ინოვაციებს და ერთი კამპანიის გამო, იმიტომ რომ რაღაც ესე იგი ორი ადამიანი შეთანხმდნენ, ეთანია ხუთ ტრამპი, დაიწყო ამ მთელი ამ იმიჯის ჩამოსხრება, იმიტომ რომ ვერ დაიცვა ამერიკულმა. ვერ დაიცვა და ისრაელი, რომელიც ამბობდა, რომ მე ჩემ ამ რკინის გუმბათს ხო, ჰაერსაწინააღმდეგო არავის არ მიცემ, ისეთი თქვათ იძულებული იყო რა პირობებით ისრაელმა ეს გაუზიარა საამიროებს, ხო? არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. არაძლევდა, არა, ჩემია, ჩემი ტექნოლოგია და არ უზიარებ. გაუზიარა და მადლობას უხდიდნენ ეს გაერთიანებულ არაბთა საამიროები, რომ აი რკინის გუმბათად დაგვიცვა. ანუ ამერიკამ არ დაგიცვა?
რა თუნდა იქ ფლოტები და რაღაცეები, სამხედრო აქტივები და ასე შემდეგ, ხო? რატო გაიქცნენ ამერიკული ჯარისკაცები და ჯარები ბაზებიდან? ვერ იცავს საკუთარ ბაზებს? ის ირანელები, სულელები კი არ არიან, რომ დრონები რო უტყავდნენ ამ სხვადასხვა არაბულ ქვეყნებში სასტუმროებს და იქ იყვნენ ამერიკული სამხედროები განლაგებული თავიანთ ოჯახებთან ერთად დაზვერვა აწვდიდა ამ ინფორმაციას რუსეთი, ჩინეთი, ასე თქვა, კოსმოსურ ასე თქვა დამიზნების შესაბამისი გემის ყავდა შეყვანილი მაშინ. გასაგებია, ხო? მანდა ანუ ეს მე ვერც ერთი ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ გაგცემს. როგორ იქნება? არა, ეგ თქმა უნდა, ძალიან რთული უბრალოდ ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭვება. აი რაღაც გეოპოლიტიკურ ანალიზში ის რომ იმიტომ რომ მოხშირდა ეს პოზიციები თან მოხშირდა რა? მოხშირდა ის რომ ისინი ამობენ, ვიცი რა, ამერიკის გარეშე დროა ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების სისტემა ჩამოაყალიბოს. მაგრამ მოცემულობაა ის რომ ამ უსაფრთხოების სისტემა მდგრადი ვერ იქნება თუ მას არ ექნება რაღაცა გარანტიები რუსებისგან. ეს შეიძლება არ იყოს მისი ნაწილი, მაგრამ რაღაცა ურთიერთობა უნდა არსებობდეს, რომ როგორც მინიმუმ კონფლიქტი არ გაცდეს უკრაინის საზღვარს. ეს თვითონაც იციან. ეგ ერთი და მარც ბალავს ამას, ასე ვთქვათ, პუტინის რუსეთი დიდი ხანია. მათ უნდათ რომ გარშემო ქონდეთ ეს ბუფერული ნეიტრალური ზონები ყოფილი საბჭოთა კავშირი, უკრაინა უწინარესად, მოლდოვა ნეიტრალურია და იქ გამოვრიცხოთ, იქ არ ვიცი, რამდენად წარმატებული იქნება სუვერენიტეტის დაკარგვაში, როდესაც საკუთარი პრეზიდენტი სანდო ამბობს, მოდი რუმინეთს შევერთდეთ და უფრო და მეორე საკითხი იქნება საქართველოსაც იტყვის რუსეთი. ეს მინდა აქ ნეიტრალური იყოს. ოღონდ შეკითხვა არის, ნეიტრალური როგორ იქნება თუ რუსი ოკუპანტის ჯარები აქ დგანა, ხო? ძალიან ბევრი შეკითხვა, მაგრამ ერთ-ერთი პირობა ეს რაც ეს აწუხებს, ასე ვთქვათ, კრემლს არის მისი უსაფრთხოება და მის საზღვრებთან არანაირი ნატოს შემდგომი გაფართოება. არა, ეს ჩაბეტონებული საკითხი უნდა იყოს ეს მათთვის. ეს იყო ალიასკის შეთანხმების ნაწილი, სავარაუდოდ იყო, იმიტომ რომ სულ ამაზე წუწუხან რუსები, რომ აი ანქორიჯის სული რაღაცნაირად ამერიკელები ვერ ხერხებენ ამის განხორციელებას და თითქოს საყვედურობენ ტრაპს, რომ შენ მხრიდან აღებული ვალდებულებები არ სრულდება. მაგრამ ეკონომიკურად ხოსარგებელი მისაგე, რომ ორი თვეა უკვე რომ სანქციები მოუხსნა და რუსული ტანკერები დადიან წინ და უკან და ყიდიან, ხო? კონსპირაცია რომ თუ ეს კონსპირაციაა, მაგრამ აიც არსებობის საფუძველი გააჩნია, თუ ბრიტანელებმა იაქტიურეს უკრაინის ფრონტზე და ამით არის გეოპოლიტიკური მიზნები ვაშინგტონისა, ამერიკელებმა იაქტიურეს ახლო აღმოსავლეთში და რუსებს ესე იგი საკმაოდ ფაქტია, ხო? ვინ იზარალა? გასაგებია რომ ირანი გადაიბომბა და ნუ ამერიკამაც რა თქმა უნდა უდიდესი ზარალი ნახა ჯერ გეოპოლიტიკური, ფინანსური, უსაფრთხოების თვალსაზრისით, მაგრამ ამერიკელებს ნუ ავღანეთში დატოვა, გამოვიდა იქ ერაყი იყო, გამოიქცა, დატოვა ვიეტნამი, მაგრამ გავა 20 წელი მოვა ახალ პრეზიდენტი შედის ისევ. ეს უკან დახევის ფენომენი მათ კი იმ მომენტში ზიანს აყენებს, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში იმუნიტეტი გამომუშავებული აქვს. ვინ დაზიანო რო შევხედეთ? გაძვირდა უკიდურესად საწვავი ძალიან. და ფული იშოვა რუსმა და ძალიან დეფიციტური შეიქმნა ევროპის ბაზარზე საწვავი, ინდია სასუქი გაზაფხულზე, ხო? ინდია დეფიციტური, რომ ავიაკომპანიებმა ჩახსნეს ფრენები. ინდია და კიდე ჩაიხსნება, ხო? ეს კონსპირაცია აქვს ამას არსებობის საფუძველი, რომ ამ მომით ყველაზე დიდი ზარალი, ერთ-ერთი დიდი ზარალი, ესე იგი ევროპამ მიიღო. და ეხლა 14-15 მაისს ჯერჯერობით როგორცაა დაგეგმილი, ტრამპი უნდა ჩავიდეს ჩინეთში. და რაღაც რამდენი ხანია დებს ამას? ხო, რამდენი ხანი დებს, მაგრამ რაღაცა სატრიპაჩოს თემით ხო უნდა ჩავიდეს, რომ აი მე ეს მოვაგვარე, იმიტომ რომ ხა დასამალი არავისთვის არ არის, კი უნდა ცხვებს, მაგრამ ამ პლანეტის მაგიდასთან სამი ქვეყანაა, ხო? ამერიკა, ჩინეთი, რუსეთი, სამი. უნდა ხა ინდოეთსაც, უნდა სხვებსაც, მაგრამ არ ნუ ბრიტანეთი დავივიწყოთ. ბრიტანეთი არის broken country. ჩამოშლილი ქვეყანა, მაგრამ დღემდე ამბიციები აქვს, აი როგორც აი რუს ძველ საბჭოთა მენტალიტეტის გენერლებს და პოლიტიკოსებს, რა ნაშა იმპერია და რაღაცა, იმათ დღემდე აქვს ეს თავის სადაზვერო მაიმუნობებით, ხო? მაგრამ ქვეყანა broken არის, ჩამოშლილია ქვეყანა და ადგილობრივმა არჩევნებმა ბრიტანეთში აჩვენა, რომ რა სამარცხვინო არიან კონსერვატორები და ლეიბორისტები. ანუ მეინსტრიმ პარტიებს უთხრეს დავაით რა.
აბსოლუტურად სხვა ხო რა ინგლისურად ცოტა სხვანაირად ითქმის რაც იქაურ ტაბლოიდებში დაიწერა მაგრამ უთხრესო წადი და როდესაც შენ ქვეყანა შიგნით ჩამოშლილი გაქვს და შენი ეს სპეცსამსახურები იქით აქეთ აფათურებენ ამ შენ საცეცებს ხო რეგიონი იქნება სხვა რეგიონი ხო დაუყდებიან ადრე თუ გვიან მაგრამ ტრამპი როგორც თქვი ჩინეთში როცა ჩავა რაღაცით უნდა ჩავიდეს და ჩვენ ნახეთ რომ არახჩი საგარეო მინისტრი ირანის იყო მოსკოვში პუტინმა დაურეკა ასე ვთქვათ მე მგონი ჩინეთსაც შეშობდა არახჩი აი რაღაცა მიდის ასე ვთქვათ რა თან როდის დაურეკა პუტინმა ტრამპისა და პუტინის საუბარი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ეს მოხდა მაშინ რაც ჩარლზმა დატოვა და აი მანდაც გავათუცხებთ ხა იმ კონსპირაციას ხა ევროპული მონაწილეობა ევროპის მიღმა მე ძირთად ლონდონს უფრო ხედავ აი ლონდონის საცეცეების მათი სტილია ხო მათი სტილია ხა ეს ევროპული თამაშები იმიტომ რომ ზელენსკი როგორც კი მიუახლოვდებოდა მოლაპარაკების მაგიდას იქ აფრინდებოდა ჯერ კიდევ ბორისი ჩაფრინდა ჩაშალა მოლაპარაკება შემდგომში როდესაც ოვალურ კაბინეტში ზელენსკისა და ტრამპის შორის მოხდა უთანხმოება წავიდა პირველი წავიდა ეგრევე ლონდონში ლონდონმა ითავა კოალიციის შეკრება მე ჩაერთონეს მაკრონები და კონტინენტური ევროპის მოკავშირეები და ამ ბრიტანეთის მეფის მხრიდან ესე იგი იმაზე რომ შეგვარყოფილიყავით ფრანგულად ისაუბრებით რომ სარკაზმი რომ გაცვალეს დაურეკა ტრამპმა პუტინს და ბოგოტაში დაუკრეს ამაზე ხო კი დაუკრეს კი დაურეკა ტრამპმა დაურეკა პუტინს და საკმაოდ საათნახევარი ისაუბრესო თუ ახლო რაღაცნაირ ესეთი საათნახევარი კი ისი ამბავი იტო და ეს არ იყო შემთხვევითი თქო მაგის თქმა მინდა რა შემი აზრით იმიტომ რომ მეფემ კიდე სხვა მესიჯები ჩამოიტანა ევროპიდან არ ვიცი ხა ამერიკულ-რუსული კოალიცია ევროპას ბოლომდე ამ ევრობიუროკრატიას მიუჩენს ადგილს თუ არ მიუჩენს ყოველ შემთხვევაში თქვენ რაც ახსენეთ რომ 15 მაისს უნდა შედგეს ამდენი გადადებაც საკმაოდ რთული იქნება რა ტრამპისგან არასერიოზული ამაზიანებელი ვაშინგტონისთვის და არა პეკინისთვის კი ძალიან იმიტომ რომ ვერ ჩამოდი ხარ რა ხდება ხო ო რა არაფერი გაქვს სათქმელი ალბათ ამ საუბარშიც აი ამ რაღაც ვიზიტებშიც ისეთი რაღაცაზე შეთანხმდებიან რომ ტრამპი ერთის მხრივ გამარჯვება თუ ეფს ვიღარ გაასაღებს მაგრამ რაღაცა დიპლომატიის იმათ გააფორმებს თავის აუდიტორიაში მაგრამ ირანთან ერთჯერადი ხელშეკრულება თუ შეთანხმება ვერ მოხდება ჯერ არ მოხდება იმიტომ ეს წყებები სჭირდება ამას სხვადასხვა იმიტომ ირანმა თუ გაუგზავნა 9 პუნქტი ამან გაუგზავნა 14 პუნქტიდან ლიბანი არის ისეთი ესე იგი ჩანაწერი ამ მონაპარაკებაში რომ საერთოდ რევს იმიტომ რომ ისრაელს აქვს წითელი ხაზი რომელიც ლიბანს არ დავთმობ არ გავალ და ირანი ძახის რომ პირიქით ლიბანის ამ საერთოდ დიდი ფრონტის ნაწილია და თვითონ CIA ჭალებში გააჟონა ინფორმაცია ვაშინგტონ პოსტში ხო ორი დღის წინ რომ ირანს შეუძლია 3-დან 4 თვემდე იმყოფინოს ისე რომ ჰორმუზი ჩაკეტილი იყოს და რაც თავარია აი ამ რაკეტების 70% არ არის განადგურებული გესმით CIA ჟონავს ინფორმაციას ვაშინგტონ პოსტში ნუ იმაში კი არა ბალისტიკურ რაკეტებზეა საუბარი და მან როგორც მახსოვს ის ეწერა რომ ვაშინგტონ პოსტი არ მხოლოდ განადგურებული არ არისო არამედ წარმოებას კიდე აგრძელებსო ირანი და ну ეხა ალბათ ვიღაცი ვისაც ეგონა რომ სამყარო მხოლოდ ერთი ტელიარხიდან მიღებული ინფორმაციით საზრდოობს უნდა გაიხსნას ეს გონება და შეხედოს სხვა წყაროებს მათ შორის არ შეიძლება დასავლური წყაროდან ერთი მოგწონდეს ინფორმაცია და მეორე არ მოგწონდეს ხო თვითონ ავრცელებენ ამ ფაქტებს მნიშვნელოვანი კიდევ რა იყო მნიშვნელოვანი იყო ის რომ როგორც ჩვენმა ასე იგი მთავრობამ თქვა ანაკლის პორტის შენებლობა იწყება და აი ამ დიდ გეოპოლიტიკურ კონტექსტში და მათ შორის კავკასიურ გეოპოლიტიკურ კონტექსტში როდესაც ეს ინტერესები მზარდია და საქართველოს მიმართ გამოხმაურება ნელ-ნელა მატულობს დასავლეთის მხრიდან, ну ეს ამბავიც გავიგეთ, რომ იწყება მშენებლობა. ну მშენებლობას ეხლა ანაკლის პორტი კი არა ნებისმიერი სხვა მშენებლობა რომ ავიღოთ, თუ არ არსებობს დამკვეთი, არ არსებობს ინტერესი, იმპორტმა ხო რაღაცა ხო გაატაროს. თუ არ არსებობს პოლიტიკური თანხმობა იმისი, რომ ეს ტვირთი წამოვა, მაგ შემთხვევაში მისი აშენება არის სრული ეკონომიკური უაზრობა, ხარჯი, ტყუილი ხარჯი.
მე არ ამგონია, შეიძლება არსებული პოლიტიკური ისტაბლიშმენტი ქართული და თავრობა იყენებს ამას რაღაცა შიდა პიარისთვის, საზოგადოებისათვის, თუნდაც თქვა მოტყუებისათვის, მაგრამ ამ დიდი მოცემულობით ფაქტია, რომ თელს ასე გეოეკონომიკურ ტრანზიტებში დარჩენილი არის ერთ-ერთი უსაფრთხო ზონა კავკასია, იმიტომ რომ სამხრეთით ომია, გაურკვეველად იქ რა მოხდება, ისი აფეთქებული რეგიონი კატიშულმა არ იცის. ჩრდილოეთში ომია, ხო, რუსეთ-უკრაინისა და რუსეთსაც არ აქვს ხა ის პოზიციები დასავლეთთან, რომ აქ ტრანზიტები ატაროს. შავს ასაც ატარებენ, ეგეც იყოფა დასაც შოულობენ. ანუ ეს ოფიციალური თეთრი რჩება კავკასიის რეგიონი. ერთადერთ სატრანზიტო სახმელეთო სატრანზიტო მონაკვეთად და ჩემი აზრით ეს მშენებლობის დაწყებაც რაღაცნაირად ეხმიანება იმას, რომ ეს გეოეკონომიკური პროექტზე პოლიტიკური თანხმობა მიღწეულია. არა მხოლოდ ისე რომ მოდი გავაკეთოთ და ვქნათ ზეკ, არამედ უკვე დღეს, იმიტომ რომ საჭიროება დგას ამისი და ამას ვაწერ ალბათ ჩემი აზრით ვაშინგტონიდანაც გამოხმაურებას, გააქტიურებას და იქ მესიჯებზე სულას აბა და აი გავახსენოთ მაყურებელს ტრამპის ორ ადმინისტრაციას შორის განსხვავება. მაშინ იყო სახელმწიფო მდივანი პომპეო და პირდაპირ ხელი დაგვიქნია, რომ აქ ჩინური არ გავაჭაჭანოთ და ეხლა საერთოდ ხმას არიღებს რუბიოს პირობებში არც ერთი ესე თქვა ჩინოსანი, ხო? რა უნდა თქვა რუბიო არ იტყვის ან მისი თანაშემწე ან მოადგილე სადღაც დაიბეჭდება გაზეთში, რომ აი ვაშინგტონი უკმაყოფილოა, რომ აქ ანაკლიაში ჩინური გაქრა ესა, გაქრა. ვილსონი არ ითვლება. ვილსონი არის ხო მაგარი რაღაც დაწერა. კი, ხო. არაშენებული პორტიდან იარაღს იმუშავებს. არა, ის არის აი ვილსონი გავიხსენოთ თუ გინახავთ, ანუ თუ უნახავთ ჩარლზი რო იყო კონგრესში რო გამოდიოდა გაერთიანებული პალატების ხდომაზე, რაღაცა მომენტში იყო იქ ვილსონი, ნუ ლაივში არ მინახე. სახე ქონდა ისეთი მოჯღანული, აი არ ვიცი ადამიანს რო რაღაც ტრამვაი რო გადაუვლის ან რაღაცა მანქანა, რატო ესეთი ზიზღით უყურებდა ჩარლზ არ ვიცი. მაგრამ ზოგადად მე თვითონ არის ესეთი რა ზიზღიანი, ბოღმიანი, საერთოდ დაკარგულია სად აი რომელ მეინსტრიმულ რესპუბლიკელების, კონსერვატორი, ამერიკელების სადმე შეკრებას დაფიქსირებულა? ანუ რაღაცა ჭეკლასის კონგრესმენია ითვლება, რომ არის იმ შტატის წარმომადგენელი და ვილსონი რა სიტყვის, რა ვილსონს უთქვია და რა ლაყეტვინებს უთქვიათ ლელოდან, ხო? ერთი და იგივეა, უბრალოდ მოქალაქეობა სხვა არის და სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობენ. ჩემთვის ეგ რას ამბობს, რომ არაშენებული პორტიდან იარაღი კრეტინია მარტივად ეხლა ხო აშენებული მაინც იყოს. გიორგი, ჩვენ თქვათ ტელესივრცეში თუ ინტერნეტ სივრცეში შედარებით ეს თქვათ კორექტულად ვლაპარაკობთ პოლიტიკურ აქტორებზე, ხო? განსაკუთრებით მწარე ოპონენტებზე და მავნებელ ოპონენტებზე. ამერიკულ მედიას და ბრიტანულ მედიას რო გადავხედოთ, სულ თუ ეს უნდა დაადო, როგორც კინოებში ადებენ, ხო? ანუ მიეჩვიო. დიპლომატიის ენაში შეიცვალა. შეიცვალა აბსოლუტურად. ტრამპი იქნება, ხო? Open this fucking Hormuz Strait. ხო დაწერა, ხო? ყველას მოედო, ხო? ტრამპმა დაწერა პრეზიდენტმა, რომ this fucking Strait, ხო? Hormuz Strait. ამიტომ რა სიტყვის ვილსონი და რაღაცა მართლა ლელოს დონის პოლიტიკოსი, პოლიტიკანი nobody cares. არავის არ ადარდებს რა. მე თქვი ეს ორი განსხვავება. პომპეო რას ამბობდა პომპეოს პერიოდში და ეხლა მეორე ადმინისტრაციაში ტრამპში რას ამბობს რუბიო. დარეკა, ხო დარეკა კობახიძეს და ხვატყდა წივილ-კივილი, ასე თქვათ, ყავის იმაზე მარჩიელი ეგრეთ წოდებული ექსპერტების რომ აი მოგთხოვა აეროდრომები, წაგავხსენით რა თუნდა ირანისთვის საქართველოს საჰაერო სივრცე. დაურეკა შუა დერეფანზე. იყო 1000-ნაირი კომუნიკაცია, ხო? რაც ვიცით. რაც არ ვიცით კიდე. ერთი წარმომადგენელი დელეგაცია ჩამოვიდა, მეორე, მესამე, დღესაც არის 8 მაისი იყო, კიდე მაისის ბოლოს ჩამოვიდა. რატო ჩამოდიან, ხო? აქვია, როგორც მაკრონი ჩავიდა იქ შოუსთვის სომხეთში, არა, საქმისთვის ჩამოდიან. ამიტომ საერთოდ სხვანაირი რეალობა არის, მაგრამ ამ რეალობას ვინ ჩამორჩა? აი ფსევდოლიბერალები ევროკრატიაში, ხო? რომელმაც ამან ხო დააზიანა პროცესი ჩვენი.
დაგვაზიანებს. იმიტომ რომ ისევე როგორც აი ეს იუკნევიჩიენე ესე თქვა სამარცხვინო არსების რაღაცა ჭეკლასის რეზოლუცია და ეს აი როგორ უნდა მიხვიდე იმ დონემდე რომ ევრო რეზოლუცია თუ ევრო დეპუტატის თუ ევროკომისიის განცხადება ანეკდოტის თემად იქცეს საქართველოს საზოგადოებაში. ხო, ფართო საზოგადოება თუნდაც ოპოზიციონერია, მართველი პარტიისა თუ აპათიურადაა განწყობილი, ხო, აი ევროკომისარმა თქვა, ხა, აი როგორც აი ძველი ანეკდოტები რო არის არმიანსკა რადიოს კაზალა, აი დაახლოებით ესეთი, ხო? რადგან ჩამითვალოს არმენოფობად, უბრალოდ შედარებას ვაკეთებ, ანეკდოტად იქცა, აი ჯო ვილსონი ახსენე. ანეკდოტია, ნუ რა არის, ხო? ერთი საცოდავი ფულისტი კაცი, ხო, რომ სხვათა შორის ადრე იყო მასალები, რომ ის იყო სომხური ლობის ყველას ლობია, ვინც თუ ფული გაგშენი ვარ, თუ არა და სხვისია. ეს არის მისი კრედოა. ვილსონები არაერთია იქ, არაერთი. ეგ ეხლა ოფიციალური ინსტრუმენტია მათი პოლიტიკის ლობიზმი და მაგიტომაც არსებობს ხარასხანო. ის რო იყო აქ რო გაფეტიშებული ყავდა ადამ კინზინგერი. კი. გავიხსენოთ, ისი ზუსტად იგივე იყო, ტირალა ადამი რო დაარქვა ტრამპმა და გააძევა მერე პარტიიდანაც და ოჯახმაც რო დაგმო, ხო? კინზინგერიც იგივე იყო, ხო? და ვინ არის ხა კინზინგერი? CNN-ის ანალიტიკოსი. საიდან სადაო, ხო? აი როგორც ერთი ვითომ პოლიტიკოსი აქ რო ყავდა და მე ტელეწამყვანობას რო დაუბრუნდა ისე, ხო? ანუ არაფერი არ იცვლება რა, აქ ჩანდა. მოდიში, ჩანდა წარსულში, რო იმან თქვა. Who the fuck is he or she? In ჩემი ისა და ეს აი პირდაპირ თქვა, ხო? არავინ. ჩემი ქვეყნის ინტერესებზე ვინ ზრუნავს, ყველას გაუმარჯოს რა. ეროვნებას და გეოგრაფიას არ აქვს მნიშვნელობა. თუ მე მერჩივ, იმიტომ რომ აქ გინდა უკარნახო ჩემს მიერ არჩეულ ხელისუფლებას, არ დაგითმობ, დაგცინებ. და ისედაც უკვე ძლიერები ვართ ამ სუვერენულ, ასე თქვათ, იმაში და მით უმეტეს საჭირონი რო გავხდეთ. ამიტომ ასე არ არის. საქართველოს ესე თიც ვეღარ დაუქმია. ჯერ ხო ალბათ ერთია პოლიტიკოს ერჩოდე, ანუ პიროვნულად პოლიტიკოს ერჩოდე, ანაც პარტიას ერჩოდე, მეორეა ქვეყნისთვის აზიანო, ესე იგი პოლიტიკური ნარატივის შემიფუთო, თითქოს ეს არის გამოსავალი რა და დაამთავრდა ყველა თელმა სოფლიომ ჩამოიხსნა ეს პოლიტიკის ნიღბები, აზრი აღარ აქვს. თვითონ თავისი კი. ესენი მაინც კიდევ რაღაცას ცდილობენ. ჩვენი რუსული კანონის, ეგრეთ წოდებული რუსული კანონის ვარიანტი რო შემოიტანა ესტონეთმა ეხლა და ხო, ნუ ესეც საერთოდ ამბავია იმისი, რომ კაი ჯანდაბას ხო და დაავიწყდებათ ქართველებს და მოდი ჩვენ არ ვიცი, ეს არა არის და არის ის რომ დამთავრდა რა. და ის რა ქვია პოლონეთმა რო წაიყვანა ეს მოდელირებული ქრონიკის ავტორი ნათია კობერიძე და რაღაცით უნდა დეზინფორმაცია. ბიჭო, და ნაც ტელევიზიები ყავს და აქ ეს ეგრეთ წოდებული დეზინფორმაცია ვერ გამასქენი, გაადეზავუირე და იქიდან პოლონეთ და ვინ მიყავს? ნათია კობერიძე, რომელიც ყველა მიცის, რომ ვინც არის, როგორ ნაძირალა არის იმ გიორგი არველაძესთან ერთად. ხო და ეკადე წამალაშვილი და ვიღაც სხვა სომხეთში, სომხეთში მიცეს ეხა რა ქვია, შესაბამისი გრანტი და მისიას დამკვიდრდა, რომელიც დეზინფორმაციის წინამდე გიბრძოლებს და ეს რუსებმა საკმაოდ ცუდად აღიქვეს ფაშინიანის მხრიდან და დღეს გავრცელდა განცხადება, რომ უკრაინის პროცესშიო მე რუსების ხარეს ვერ დავდგებიო და ერთ კვირაში ალბათ ჩაფრინდება მოსკოვში და იტყვის ფაიმას რა ქვია პუტინს, რომ ჩვენი ინტერესები კვლავ მეგობრობაზე დგას. ესტონურზე გიპასუხებდი ცინიკურად და ისა მე რო ხელისუფალი ვიყო, სიტყვად მოდელირებულად მეც ვაკეთე ამ დაშვებას. მე რო ხელისუფალი ვიყო, გამოცდილებას გაუზიარებდი. არა, ცინიკურ ნაბიჯებს გადავდგამდი, ესეთ ეპატაჟურს. ურსულა ფონ დერ ლაიენს და კაია კალას გაუგზავნიდი სამხრეთ კავკასიის რუკებს, კარგად რო გაეცნონ გეოგრაფიას, საქართველოს სად არის და უმოკლესი გზა კასპიის ზღვამდე და ესტონურ ოპოზიციურ პარტიებს დავარეგისტრირებდი აქ სადმე ქართულ ფარდულებში, სარაიებში თუ ასე თქვათ განჯინებში, ხო, როგორც აი ეს ეკა გიგაურები დაარეგისტრირდნენ სადღაც ნანგრევებში და სარაიებში ესტონეთში. ხო, კარგია რო არა ვარ ხელისუფლებაში, მაგრამ პოლიტიკურ ასე თქვათ ანალიტიკოსობაში დიდი ხანია, მაგრამ დიდი ხანია ცინიკურად ვუყურებ აი ამ ჩვენს მტრებს და უნდა ამხილო და უნდა სიმართლე უნდა უთხრათ ჩვენს
ხალხს, რომ ვინ არის და უკვე გაიგო ხალხმა ყველაფერი ძალიან კარგი. არ გამიკვირდება გავიდეს დრო და ჟამი და მე ეს ხალხი ვინც დღეს პროევროპელობას იჩემებს ევრობიუროკრატიის მხრიდან აღმოჩნდნენ ერთი ქვეყნის აგენტები, ეგეც არ გამიკვირდება, არაფერი არ არის გასაკვირი. იმიტომ რომ უაზრობაა ის ამით არც უკრაინას ეხმარებიან, არც საქართველოს და არც ევროპულ ინტერესებს პირიქით აზიანებენ თელს ამ პროცესს. სად არის მათი კუმირი არესტოვიჩი, სად არის? ხომ ზედამთვარე ამოსდიოდათ ქალიან კაციან აქ ნაცსექტაში. სად არის არესტოვიჩი? სად არის მაგათ რადარებზე და მაგათ იმებზე პორტრეტებზე აღარ არის? პოდკასტებს წერს და აგირებს. ხო და სად არის? ხო სელფებში და იმეებში იყვენ. აი ზუსტად რაც ახსენე ხო რომ გავადრო ძალიან მალე ყველაფერი გაირკვევა. ხო რომ ზელენსკიც იქნება ასე თქვათ ანტიგრუპი. არ გავასროთ მოვლენებს და ის მე ნახოთ რა როგორ მოხდება. აი ამ ზარდი ინტერესის გამო რაც გამოხატულია დასავლეთის მხრიდან და განსაკუთრებით შეერთებული შტატების მხრიდან შუა და ერეფანსთან მიმართებით და ჩვენი რეგიონის და განსაკუთრებით საქართველოს წონა რო იზრდება. პლუს ამას 2 მილიარდიანი ინვესტიცია თბილისში ტრამთაუარის მშენებლობაზე და აუმატოთ ამას საამიროების ინვესტიციები. ანუ ეს რამდენად იქონიებს გავლენას ჩვენს ამ ოკუპანტ მეზობლებზე, იმიტომ რომ ჩვენ ნახეთ კაცრად ასე თუ ისე გააკრიტიკეს ფაშინიანის ეს ევროპული უაიაჟი და ასე შემდეგ. ერთია რომ სომხეთი ძალიან არის დამოკიდებული რუსეთზე ეკონომიკურად, უწინარესად ეკონომიკურად და მას არ აქვს ლავირების საშუალება როგორც საქართველოს და საქართველოს ამ მხრივ ასე თქვათ პარტნიორობს ყველასთან, ვინც ჩვენი მეგობარია და აღიარებს ჩვენ ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, მაგრამ ადრე თუ გვიან საქართველოს მოუწევს დაილაპარაკოს ოკუპანტ რუსეთთან, ხო? დეოკუპაციაზე და კიდე სხვა თემებზე, რომელიც ამასთან არის დაკავშირებული. ეს არის ძალიან ზეგის თუ მაზეგის თემა, მაგრამ ზეგ და მაზეგ აუცილებლად დადგება. თუმცა სასაუბროა დღესაც, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, ამაზე რა თქმა უნდა, ბუნებრივია იმუშავებენ, ვისაც მოეთხოვება პასუხი და ვინც არიან მათი მრჩევლები. რაც შეეხება რუსეთის პასუხი იქნება ის, რომ მას სურს ხო არის აღმოსავლეთ აღმოსავლეთ ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფანი. რა თქმა უნდა, ფაშინიანი ამისთვისაც მზად არის, დიდი ალბათობით ის ივნისის არჩევნებს მოიგებს, იქიდან გამომდინარე, რომ ფრაგმენტირებულია სომხეთის ოპოზიცია და არ გამოურიცხოთ ზეგ და მაზეგ ამაზე საუბრები, რომ რუსეთიც შემოვა აქ, ოღონდ აი ამ დიდ ბიჭებთან, სახელმწიფოებთან დალაპარაკებას და როგორც ხდება ახლა ამ დიდ პოლიტიკაში, როგორ არის, ხო, ჩვეულებრივი ვაჭრობა არის, ხო? მე რასარგებელი, მე იქ მინდა, მე აქ მინდა ინტერესი, მე ის მინდა, ეს მინდა და ასე შემდეგ. ანუ ორი ფაქტორი ვახსენეთ, ორი უნდა ვახსენოთ. ერთი, რაც თქვით უკვე, ამ ახალი ევროპული საფრთხეების არქიტექტურა, სადაც რუსეთს ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება ნეიტრალური ქვეყნები მის გარშემო, ну, კარგით, ბალტია და ფინეთი გასაგებია, მაგრამ უკრაინა, მოლდოვა და კავკასია, საქართველო და სომხეთი მით უმეტეს და აზერბაიჯანს არც არ ინტერესებს, გამორიცხულია, ასე ვთქვათ, იქ სამხედრო ექსპანსიები დასალური და მეორე იქნება ეკონომიკური სარგებელი. ხო, რუსეთს ხედავს, რომ ეს შუა დერეფანი, რა თქმა უნდა, არის მისი კონკურენტი, არა ჩამონაცვლებელი, არამედ ერთგვარი კონკურენტი, იმიტომ რომ ინფრასტრუქტურიდან, მოცულობიდან გამომდინარე, რაც არ უნდა ტვირთი წამოვიდეს, ვერ გაწუდება. წარმოუდგენელია, ვერ გაწუდება ვერც აზერბაიჯანი, ვერც საქართველო და ვერც ჩვენი პორტები. ანაკლიაც ვერ გაწუდება იმდენი ტვირთბრუნო არის მსოფლიოში. სავარაუდოდ ეს საუბრები იქნება, სავარაუდოდ ეს საუბრები შესაძლოა დიდი ალბათობით უკვე მიმდინარეობს მოსკოვს, ვაშინგტონს, პეკინს შორის და არ ვიცი, ხლა ვერ ვიტყვი, მარჩიელობა არ მიყვარს, ვარაუდებით ვლაპარაკობ ასეთ ფაქტებზე, როდესაც არ არის ცნობილი, წირია ინფორმაცია. რა თქმა უნდა, მაშინ საქართველოს წარმომადგენლებიც იქნებიან ჩართული და რა საკვირველია ეს რუბიოს დელეგაციები რო ჩამოდიან, ხო, ბუნებრივია იმ დახურულ შეხვედრებზე, მარტო იქ რაღაც ტარიფებზე საუბარი არ არის, იქ არის უამრავ საკითხზე არის საუბარი, რასაც ქვია ეს გეოპოლიტიკა. იმედი ვიქონიოთ, რომ
ამ ყიფე არამდგრად გეოპოლიტიკურ სამყაროში ადრე თუ გვიან გამოიდარებს, რაციონალური აზრი გაიმარჯვებს. საბოლოოდ არ გამოიდარებს. ნუ ყველაფერი დროებითია. ამდენი კონკურენტი როცა არის პლანეტაზე, ვერ გამოიდარებს. რა თქმა უნდა, ისტორია მეორდება, ყველაფერი დროებითია, მე უბრალოდ თუ რაიმე გეოპოლიტიკურ შვიდობიან სცენარს წარმოვიდგენ ლოგიკურ სცენარს ამ უცემულობაში, არის ის, რომ ამ გეოეკონომიკურმა ინტერესებმა და რაციონალურმა აზრმა სადღაც უნდა გაიმარჯვოს. ამის სცენარი არის მათ შორის აი ამ ჩრდილოეთ სამხრეთის დერეფნის არსებობა, იმიტომ რომ ამ დერეფნის არსებობით მე ჩემს წარმოდგენაში და არა რაღაცა დადასტურებულად, მაგრამ ჩემს წარმოდგენაში ვწყვეტ საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტერიტორიული გაერთიანების ბედს, იმიტომ რომ თუ რაიმე საზღაური შეიძლება იყოს ამისი და სარგებელი უპირველესად არის ეს სარგებელი და ეს წითელი ხაზია ჩვენის ესე იგი მთავრობის მიერ გაცხადებული არაერთხელ ამ მხოლოდ ამჟამინდელი ხელისუფლების ზოგადად ეს ჩვენი ქართველი ერის უწყვეტი და რა ვიცი ქართველი ერის უპირველესი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და იმ ტერიტორიების დაბრუნება ქართული სუვერენიტეტის ქვეშ და ხალხების დაბრუნება, გაგონების და გულების, ოსების და აფხაზების ხალხების დაბრუნება აქ ყველანაირი სამხედრო აგრესია არის. აქ ეს არის აბსოლუტურად ცუდი შედეგების მომტანი გრძელვადიან პერსპექტივაში მათ შორის საქართველოსათვის და მხოლოდ ესეთი რაღაც საპირწონე დიდი პროექტები შეიძლება გახდეს აი ამ პოლიტიკური ვაჭრობისა და პოლიტიკური დიალოგისთვის სასურველი პლატფორმა და შეუძლებელია აქ შენ სხვანაირად იფიქრო რომ აბა ეხლა იქ როგორც დაუშვათ იქ უკრაინის შემთხვევაში ხორციელდება ან სხვა მომავალში შეიძლება გაგანხორციელდეს ყველა ეს გიგმა ჩვენ დაგვაზიანებს და ეს არის მარტივი ამბავი წესით და ეს მარტივი ამბავს შეჭირდება მრავალმხრივი ესე იგი, რა ვიცი, პოლიტიკური გინა პროპაგანდა დაარქვით, რაც გინდა ის დაარქვით. ამას სჭირდება ჩვენს, რა ვიცი, მსმენელებში, ჩვენს აუდიტორიაში გაჯერება, იმიტომ რომ თუ აი ამ მშვიდობიანი სცენარისკენ მოხდება საზოგადოების სინერგიული ურთიერთქმედება და სულად რაღაც ამოცანის დასახვა, მაგ შემთხვევაში ჩვენ წარმატებული და გამარჯვებული ქვეყანა ვიქნებით. ეს არის, რა ვიცი, აქედან გამომდინარე სხვა არ არსებობს ალტერნატივა. ამოცემულობაში ფაქტია ეს და ნუ სხვა მოცემულობაში რაღაც სხვა მოცემულობაში სხვა დროს ვისაუბრებთ ამაზე. მადლობა დღევანდელი გადაცემისათვის და წარმატებას გისურვებთ და ასევე წეგან ვისაუბრეთ პატარა სტრაპა გაასაჯაროა ეს უცხოპლანეტელთა შესახებ ინფორმაციები და ჩაუჯდეთ ისე ამოვნეთო ხო? ხო, ჩაუჯდეთ იქნება რა ხდება ჩვენი სამყაროს მიღება. კი ბატონო.